გამარჯობათ მეგობრებო დაგიბრუნდით იგივე თამაში საქართველოს კვიპროსი რომელიც უკვე ქონა კიდევ ერთხელ ვეჯიბრებით კვიპროსის ნაკრებს და კიდევ ერთხელ გვაქვს იმედი რომ მაშინდელივით მოვუგებთ ესა კვიპროსის ნაკრების შემადგენლობა ეს კი საქართველოსი თუ მოასწრებთ წაიკითხეთ და ახლა დავიწყებთ არა ისინი დაიწყებენ თამაშს და დავითაშვილი კვარაცხელია შეგვიძლია სწრაფი გოლის გატანა კვარაცხელია დარტყმა აღარ გამოვიდა მაგრამ ჯარიმა იყო ეს კაი მოძრაობები იქნა და აქ თვითონ კვარაცხელია დაჯარიმდა კვიპროსელები მოდიან შეტევაზე უნდა შევაჩეროთ გავანეიტრალოთ იმიტომ რომ მათგან გოლი უსიამოვნო იქნება საშინლად იმიტომ რომ ესპანეთისთვის გვაქვს ამოსაქაჩი და პირველ ადგილზე დაბრუნება აქ ლობჟანიძე მიიღებს პას თუ გავიტანთ გოლს ლობჟანიძე საბა ლობჟანიძე მეკარე მოხსნა და აქ პრესინგი შეგვიძლია მაღალი არა მაგრამ პრესინგია კვიპროსელები გვიტევენ უნდა გავანეიტრალოთ ქოჩურა კარგია ლობჟანიძე საბა ლობჟანიძე ატალანტა იუნაიტედში თამაშობდა მესის რო შეხვდა ინტერვიუში თქვა რომ მე მესის რო შეხვდი ჩემთვის კარგი გრძნობა იყო აქ კიდევ კვიპროსელები გვიტევენ და არ უნდა შემოვატევინოთ და მე გიტყვით მოკლე გეგმას რას ვაპირებ სანამ რამე მოხდება ეხლა ეს მსოფლიოს საკვალიფიკაციო რო დამთავრდება მერე ევროპის საკვალიფიკაციო იქნება მერე იქნება მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიო რო დამთავრდება ეს რა გოლი კვაჩუკა ხვიჩა კვარაცხელია ნახევარ მაკრატელათი გოლი და ეს ანუ მსოფლიო რო დამთავრდება მერე ევროპის ჩემპიონატი მერე ზაფხულიც იქნება ზაფხულში ივლისი და აგვისტო იქნება დასვენება და სექტემბრიდან გავაგრძელებ ვიდეოების გადაღებას ერთა ლიგას არა რამე თქვენ მირჩიეთ რა ლიგა გავაკეთო ვფიქრობ ჯერ ამ ხანაგურით დავიწყო ან რაიმე საკვალიფიკაციო კიდე აქ საქართველოს შეტევა კიდევ ერთი მიქაუტაძე ვეღარ დაარტყარა არა უშავს აქ დაირღვა ჩვენი დაცვა აქ არ უნდა გაგვითანაბრონ დვალი ჩაუსრიალდა მაგრამ არის მოქმედა დაარტყეს ამას თუ დარტყმა ერქვა და ააცილეს რაც ძალიან კარგია იმიტომ რომ გათანაბრება არ გვინდა ისედაც კიდე გვაქვს გოლი გასატანი ესპანეთს რო გადაუსწროთ აი 4-0 უნდა იყოს ესპანეთს რო გადაუსწროთ ან 5-1 ან 4 გოლიანი სხვაობა უნდა იყოს და აქ მოდიან კვარაცხელია ვერაფერიც ვერ ქნა აბა უნდა გავანეიტრალოთ სხვა გზა არა გვაქვს და კარგია 1-1-ზე ხვიჩა დაარტყი პირდაპირ კარში მაგრამ დაჯარიმდა ხვიჩა შეეძლო უჯარიმოდ გამოერთვა მეკარისთვის და პირდაპირ ცალილ კარში შეეგდო თქვი რომ 3 გოლი გვაქვს გასატანი და ამიტომ კიდევ ერთი სწრაფი გოლი არ გვაწყენდა ოპ აქ არ უნდა გაგვიტანონ ჩვენთვის უკეთესი იქნება და კარგია გამოიტანა და კარგია რა კომბინაცია ხვიჩა დარტყმა დუბლი კვარაცხელია და მან გუშინ ტულუზასთან დაამყარა რეკორდი 13-დან 13-ვე ორთაბრძოლა მოიგო ანუ ამნაირი რამე ისტორიაში არც ერთ ქართველს არ უქნია ან უქნია და მე არ ვიცი მაგრამ PSG-ში ხვიჩა კვარაცხელიას ეს არასდროს არ უქნია ვიცი და აქ პირველი ტაიმი დამთავრდა მეორე დაიწყო და მეორე ტაიმს დაიწყებენ ქართველები მიქაუტაძე კვარაცხელია მიქაუტაძე შეეძლო წაერთვა მიქაუტაძე კარგია ახლა უკვე წაერთვა დავითაშვილი ხვიჩა კარგია აბა ერთი გული
კარგი იქნებოდა ერთი გოლი. მიდი, ხვიჩა, ჩაკვეტაძე. დაარტყამს პირდაპირ კარში ნიქაუტაძე ვეღარ დაამატა კოჭორაშვილი. ცარიელია კარი. რა შანსი. ამ შანსი თუ კიდე მოგვეცემა ძალიან კაი იქნება. და თავში მოარტყა და უფრო შორი მანძილიდან აუტი. მაგრამ თავიდან მოაწოდა აუტი. კვარა ჩააწოდა. კარგია, მაგრამ მიქამ თავი ვეღარ მიარტყა. და აქ შეცვლები მიმდინარეობს. დავითაშვილი. კიდევ ხელში ჩაუვარდეთ. ამ თამაში უფრო კარგად თამაშობენ კვიპრელები ვიდრე წინაში. და ეს რა ქნეს აქ? კიტო. ეს შეცდომა ძვირად არ უნდა დაუჯდეს. დამატებაზე გადაურჩით. ძალიან იაფად დაუჯდა მამართას ეს შეცდომა. ეს რა ქნა? ჩააბარა იმან ძილს გაარტყა, მერე ვერ გამოიყენა ამ მომენტი, მერე თავი დაამატა და აცია სასწაული. მიქაუტაძე პასი დავითა. ჩაკვეტაძე, კაია, მიდი. ჩააწოდა საჯარიმოში მიქაუტაძე 3-0. 0-3. ერთი გოლი გვაკლია, რომ ესპანეთს გადავუსწროთ. და ლიდერობა დავიბრუნოთ დროებით მაინც. თორემ პლეი-ოფში გასვლით უფრო გავირთულებთ გზას, რომ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე. კარგია დავითაშვილი, მაგრამ აქ პასი ვეღარ გამოდგა კვარაზე. და აქ შეტევაზე მოდიან. ერთი გოლი რო გაგვიტანონ, კიდევ ორი გოლი გვექნება გასატანი და არ უნდა დავუშვათ ეგ და კარგი იყო. და ეს რა იყო გოლი? არა, გოლი არ ყოფილა. კარგია რო გოლი არ იყო, გადაურჩით. მამარდაშვილი. კარგია. არა, ეს აღარაა კარგი. დღეს ცოტა უმატა მამარდამ შეცდომის, მაგრამ წინა მატჩებში რეები თქნა, აქ ვერ გავსჯით. კვარაცხელია, კარგია. უელსთან პირადად მან მოგვაგებინა. აქ რა ხდება? შეტევა მოდის და ის ხდება და ლობჟანიძე. დღეს რამდენი სახიფათო მომენტი ჰქონდა კვიპროს და გამიკვირდა, რომ ვერცერთის გამოყენება ვერ შეძლეს. მამარდაშვილი. შემდეგი მატჩი გვაქვს სლოვაკეთთან და იქ დებიუტანტები რა, ახალგაზრდები გვაყოლებიან, უფრო ეს ძირითად შემადგენლობა არა აქვე. დაარტყა, მეკარე მოხსნა, კვარამ დაამატა, ეს როგორ არ გავიდა? ეს რა იყო? კარში არ შევარდა? კარგად ვერ დავინახე. და პირდაპირ კარში იფიქრა დავარტყა, მომიკალე ეს ოდნავ გამოსული დაინახა. და რა ხდება? წართვა, მაგრამ ვაი მაგ წართმევას ჯარიმა იყო. კი ჯარიმა იყო. და კვიპროსელების შეცვლა. კიდე მოდიან შეტევაზე და დამთავრდა დღევანდელი მატჩი. საქართველო პირველ ადგილზე ვერ გავიდა, მაგრამ 12 ქულა მოაქროვა და გაიმარტივა გზა, რომ პირველ ადგილზე გავიდეს. შემდეგი მატჩი გვაქვს სლოვაკეთთან, მე ლიხტენშტეინთან.